ერთხელ მგლებმა ძაღლი მიიმწყვდიეს და შეჭმას უპირებდნენ. ძაღლმა სთხოვა, არ მოეკლათ იგი და სანაცვლოდ დაპირდა, რომ ცხრების გატაცებას ასწავლიდა. მგლები დათანხმდნენ და ხროვაში დაიტოვეს ძაღლი. 2 წლის განმავლობაში ძაღლი ასწავლიდა ცხრების ადგილსამყოფელს და თავადაც მათთან ერთად ნადირობდა. განსაკუთრებით უნაყოფო ზამთარი დადგა. ნადირობას შედეგი არ ჰქონდა. დამშეულმა მგლებმა გადაწყვიტეს ძაღლი შეეჭამათ. შეჭამეს კიდეც. ძვლები დამარხეს, ხოლო სამარხზე გადაწყვიტეს წარწერა გაეკეთებინათ. ფიქრობდნენ, რა დაეწერათ, მეგობრებისგან, მაგრამ რა მეგობრობაზეა საუბარი, მათ ხომ ის შეჭამეს. მაშინ მტრებისგან. თუმცა 2 წლის განმავლობაში მხარდამხარ ნადირობდნენ, ერთად ჭამდნენ და ერთად ეძინათ. იფიქრეს და დააწერეს კოლეგებისგან. არიან თუ არა მეგობრები თქვენთვის კოლეგები, მხოლოდ მაშინ ხდება საცნაური, როცა სამსახურიდან გიშვებენ, ან თავად მოდიხარ. ამიტომ ყოველთვის მზად უნდა იყოთ, მეგობრებისგანაც და კოლეგებისგანაც თავის დასაცავად. სიფრთხილეს და ფხიზლად ყოფნას ჯერ არავისთვის უვნია.